რატო ჭირს ყველა ბავშვის რომ რაც არ უნდა გავუკეთო ბოლოში მაინც უკმაყოფილოა. რა შეგვიყვანეთ იმ ლაბირინთში და 2 წამში გამოგაგდეთ. მარტო ეგ დაგამახსოვრდათ ხო რომ ლაბირინთიდან გამოგაგდეთ. ისი ამ კითხვაზე პასუხი მართლა მაინტერესებს. თქვენი პატარებიც ასე იქცევიან? არა და დღეს ის პოინტში ისტორიული დღე გავიმეორეთ. მაგ დღეს მე არ შემიძლია არას თქვა და მართამ ყველაფერი გამაკეთებინა რაც უნდოდა. ძალიან მიხარო და მაგის გადაღებდა. ბლოკში მაქვს ჩაწერილი რომ ჩემი საუკეთესო დღე თქო და რაღაცეები. და დიახ, დღესაც აბსოლუტურად ყველა თხოვნას შევასრულებ. დღეს ბევრად უფრო რთული იქნება ეს ჩელენჯი, რადგანაც 4 ბავშვის სურვილები უნდა დავაკმაყოფილოთ. წავედით ახლა კიდევ 3 ბავშვი უნდა ავიყვანოთ და შემდეგ მივიდივართ ის პოინტში. უმაგრესი ვიდეო გეოდევათ. ძალიან მაგარი იქნება დღეს. ჩვენი ბიძაშვილები იქნებიან ნიტა, ანანა და დაჩი და მე. ძალიან კაი იქნება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყველაფერს შეგვისრულებს ბანანა. თქვენი აზრით გავიზარდეთ ამ ერთ წელიწადში. ამას ვიდეოს ბოლოს გაიგებ. თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცით, ის პოინტი ნამდვილად გაზრდილი დახვდა. ძველი სურვილები კი ისევ აქტუალურია. ოღონდ ამჯერად მეტი დაბრკოლების გადაახვა მოუწევთ ჩემი თანხმობის მისაღებად. ამ ვიდეოში ვამარცხებთ გრავიტაციას, ვიღებთ გამოწვევებს, თვალს უსწორებს შიშებს, ხედავთ შვიდმაგად და სულ გვჯერა რომ შეუძლებელი არაფერია. სანამ ამ ყველაფერს ნახავთ, პირველი ტოპ კომენტარი წავიკითხოთ. ეს კომენტარი ელენემ დაგვიწერა. თქვენ დაგინახეთ ჩარლის კინოთეატრში. თქვენი მაისურე რომ დავინახე, მეთქი ვინ არიან და თურმე თქვენ ყოფილხართ. რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, მეთქი ცნობილი ადამიანის შემხვდეს მეთქი და აი გნახეთ. ალბათ ის პოინტში მდებარე კავიას კინოთეატრს გულისხმობ. მაისურების სწორედ მაგიტომ შევქვით, რომ ორი ერთნაირი საზოგადოება ერთმანეთი ვიცნოთ. იმიტომ რომ თქვენ ყველაზე კეთილი მამაცი და ჭკვიანი მაყურებლები ხართ. ჩემი პირველი კი ამ მულტფილმის ნახვა იყო. გვინდა რომ კინოში წავიყვანო. ესეც ჩვენი პირველი კი დაფიქსირდა რომ ბავშვებმა სუპერ ძაღლი ჩარლი ნახეს. შენ თუ მოგეწონა ეს ანიმაცია? ჩემს ბავშვობაში გართობის დიდი შესაძლებლობა არ ქონდა. კინოთეატრი სულ ცოტა ხნით იყო. ხათა შორის ჩემ ბავშვობაში რუსთავში იყო კინო. ალბათ ერთხელ ვარ ნამყოფი. ესე არ დავყავდი არავის რა, მაშინ ესეთი პოპულარული არ იყო და ესეთი დღეები ხო რავი, აი თუ ბავშვთა დაცვის დღე იყო, ატრაქციონებზე მივდიოდით ხოლმე და ფილმენები საჭმელად. ეგ იყო ჩემი რავი, აი ყველაზე მაგარი დღე, რომ ფილმენებს თუ მაჭმევდნენ და მე რავი მანქანებზე დამსვავდნენ. ახლა უფრო თავისუფლები და ლაღები ხართ, აი მაგალითად თქვენ შეგიძლიათ თავად შეიძინოთ ბილეთი. ამისთვის TBC-ის მოსწავლის ბარათი დაგჭირდებათ. თუ გაინტერესებთ როგორ უნდა აიღოთ მოსწავლის ბარათი, ამ ვიდეოს მშობლებთან ერთად უყურეთ. მშობლებო, მობაილ ბანკში უნდა დაამატოთ ახალი პროდუქტი, აირჩიოთ ბავშვის სივრცე, მოითხოვოთ უფასო ბარათი და აპი, სადაც თქვენი შვილის მონაცემებს შეიყვანთ. ბოლოს კი მოიწვიეთ მოსწავლე მობაილ ბანკში და ამით მზად ხართ. შემდეგში თუ კიდევ დაგვინახავ რომელიმე ფილმზე, აუცილებლად მოდი, გნახეთ ჩვენს ვიდეოში მოხდები. 28 თებერვლის შაბათს TBC-ის მოსწავლის ბარათი TBC-ის ტერმინალზე გადახდისას ყოველ გადახდაზე საჩუქრად იღებ 1 ლარს, თვეში მაქსიმუმ 10 ლარს. ამ თანხით კიდევ ერთი ფილმის ნახვას შეძლებ და ბონუს კითხვა. შენ როგორ იქცევი კინოთეატრში? ჩემებმა მგონი ცოტა იცელქეს. თან იცი რა მოიფიქრეს? მოდი თან არ გინდათ რომ მარტო შევიდეთ. ანუ კარგად მოიქცევით, დარწმუნებული ხართ? ანუ კი არ გადავტებით. ცოტა ქარია, მოვედით ის პოინტში და ახლა კარგად დაგათვალიერებინებთ ამ უზარმაზარ სივრცეს. ვინ არის აბა ეგა? რატო უძრევით პირში? ოპა! ეს არის მგონი ყველაზე საშიში, რაზეც მე ვერასდროს ვერ ვჯდები. წამოდით. მოვედით და უნდა უყუროთ ძაღლებს, სუპერ ძაღლებს რაღაც. არც ჩვენ არ ვიცით. და ეხლა ვიყიდით პოპკორნს და რაღაცებს და ამოვეთ. ახლა გადავიღოთ უამრავი სურათი. მოკლედ, მთავარი გამოწვევა ამაში არის ის, რომ ბავშვები მარტო უნდა შევიდნენ კინოთეატრში და მე ძალიან მაინტერესებს როგორ მოიქცევიან. ახლა წავიდეთ, ავიღოთ პოპკორნი, კოკაკოლები და ბავშვები შევლენ მარტო კინოთეატრში. ნახეთ, ორი ერთნაირის მაისურები აცვიათ. ახლა გარიგებთ 4-ვეს, რომ მოიქცეთ კინოთეატრში ისე როგორც იქცევიან უფროსები. მზად ხართ? დაჩი, კარგად მოიქცევი? დიახ. გოგოებო, კარგად მოიქცევით? კპიდები. რა თქმა უნდა, ეს ხო ორი ერთნაირის არხია. გამოიწერე. მართლა საერთოდ გამოიწერეთ. შევდივართ, ვერაფერს ვერ ვხედავ. რა ხდება? მეშინია. მალე დაიწყება ჩვენც ახლა შემოვიდით და კვიანად. უყურებთ და ძალიან საინტერესო მომწონს დაჩი და ანანო. აბა მოგწონთ. მე რა დაიჯახარ კინოში დამყოფ. მეორედ. არა, ზარწმუნია დაწყებულია და გაგვეთავდა მე და დაჩის უკვე პოპკორნები და ყველაფერი. და რავი საწყლად ვართ. იტო კი ბევრია დარჩენილი. დიახ, მეგობრებო. ძაღლების ძაღლური. ხდება. ჩარლი ქვია ძაღლი. ის გაკეთება კიდე მაგალითად წავიდეთ. ხო? მე რეაქტორი. გამოიცანით ეს რომელია და ჩვენ დეპრესიაში ვტორი დაიღალა და გასულა და აღარ უნდა. მაღლა ვიდე შეიძლება. არავინ არ
მეგობრებო, ავდივართ მაღლა. მაგარია. შემდეგი გამოწვევა უკვე დამიგეგმეს. საინტერესოა რა დაამახსოვრდათ ამ ანიმაციიდან. გამოვიდნენ ბავშვები. მეორე სართულზე ავედით. ცუდად მოიქეცით? მგონი ეს ჩელენჯი ეხა გაჩერდება. ცუდა ჩარა უბრალოდ დაგვეყარა პოპკორნი. ეს ძალიან ცუდ საქციელი, ალბათ ხვდებით ხო? ის შემთხვევით რა. მითხარით რა მოგეწონათ ამ მულტფილმში რაც ნახეთ. მოკლედ ის რომ უნდა გჯეროდეს შენ თავში. კიდე სიკეთე შენი სუპერ ძალა. ძაღლის პატრონს ძალიან ჯეროდა ამ ძაღლის რომ ყველაფერი გამოვიდა და აი ვისწავლეთ რომ უნდა გჯეროდეს შენი თავის და არ უნდა დანებდე არასოდეს რაც არ უნდა მოხდეს. აი, შენ რა ისწავლე? რაღაც კოსმონავტის ბაყაყები რაღაც იყო და ხო რა მე ვისწავლე სიკეთე რა იმიტომ რომ თუ იქნები ბოროტი რაღაცას გიზამენ რა ვიჟილება გძემონ ბოროტის უდამარცხდება? გიჭერენ ხო სანამ მეორე ტოპ კომენტარს დავიკითხავ, მინდა გითხრათ, რომ ყოველ ჯერზე, როცა წიგნებს გვიჩვევთ, გულის სიამაყით გვევსება. დღეს კი ეს კომენტარი შევარჩიეთ. მართა და მანდა ძალიან მიყვარხართ. გთხოვთ გაარჩიოთ პატარა პრინცი. წაკითხავთ ცადი და ვერ მივხვდი ვერაფერს. ასევე გაარჩიეთ სალამურას თავგადასავალი. მართლაც საინტერესოა და მეგობრობის ძალა. მინდა რომ ამ კომენტარმა გაიმარჯვოს, მაგრამ ჩემს გარდა ბევრი ბავშვია და თუ ვერ გავიმარჯვე არ აუშავს. თავარია გჯეროდეს. მარიამ პატარა პრინცი ყველა ასაკში სხვადასხვანაირად იკითხება. დამიჯერე ამის დროც მოვა შენთვის და იცი რა? პატარა პრინცაც არ ესმოდა ბევრი რამე. სწორედ ეს იყო მისი სიბრძნე. თხოვთ არასდროს შეწყვიტოთ თქვენი საყვარელი წიგნების გაზიარება და ჩვენთვის საუკეთესო რჩევების მოწევა. ახლა კი ვნახოთ, როგორ დამითანხმეს კინოთეატრში მოფიქრებულ მეორე კიძე და რა გამოწვევა მოუმზადე ბავშვებს. შემდეგი არის მაკდონალდში წასვლა პასუხი არის კი. ეხა მაკდონალდში რას ვაკეთებ მე? ვუყვითავ რამდენიც ვართ იმდენ მენიუს, ანუ 6 მენიუს, ოღონდ სხვადასხვას. მაგრამ ყველაზე სასურველ მენიუს ის მიიღებს, ვინც ჯეირანში პირველ ადგილზე გავა. ბოლო ადგილზე გასულს კი ბოლოს დარჩენილი მენიუ შეხვდება. ცუდი მენიუ არც ერთი არ იქნება. ხო მაგარი იდეა. არ მაინტერესებს თავარია უტამო მოკლედ შევუყვეთე და ახლა წავალთ და ვითამაშებთ. იმედია კიდე ბევრი კი წარმატ ხმევინებენ და ცოტას დამინდობენ ბავშვები. თქვენ დამინდობდით თუ არა და კომენტარით ჩვენ მოხურებლებო. ესეც ასე მოვიდა. წავდა ჯეირანი. არა, ჯეირანი. არაფერი არ. ჯეირანი. ოპა წაგო ბოლოს აირჩევს ნიტა. ჯეირანი. აიმე ჩავარდით მე დაინე ეხა მე და ინე ვთამაშობთ ერთმანეთში რომ ბოლოს წინა რომელი იქნება ჯეირანი ბოლოს წინა არის ინე მე ვარ მე თქვენ სამა გააგრძელეთ წავიდა ჯეირანი ვაიმე პირველი დაჩი ყოჩა ჯეირანი ჰეპი მილში არის ერთი სათამაშო მეორე სათამაშო და წიგნი რომელი გინდა ეს იყო შეგიძლია გახსნა და დაიწყო ჭამა წავიდა ანანო ეს მინდა მინ ჩიკენი ჩიზბურგერი აი ეს მინდა მე. ყოჩა მართა ესე ჩენი მეც იგივეს ავიღებ ამას ავიღებ აი ამას ავიღებ და ამას ავიღებ ეხა ინეს ჯერია ეს და ეს ბოლოს მიწას მაინც ჰეპი მილი შეხვდა გონი ყველა ბედნიერია ეს ბავშვი ყოფილა გენიოს გვანახენი ტუშ აუ რა კაია ეს ხახო ისწავლეთ მოკლედ ჰეპი მილი გადაჭრა ანუ ცოტათი იყო რა მოადრო ჰეპი მილის ხუთი ჩაყარ ფრის და ბურგერს ზევიდან დაადებს ოკეი მივთვათ ეხლა ეს თირამ მოვიფიქრეთ რომ East Point-ის ახალ სივრცეში გაიხსნა ბევრი საბავშვო მაღაზიები, ამიტომაც ეხლა წავალთ იქ და შენ ჩვენ ყველას აგურჩევს საჩუქრებს. ესეთი ჩელენჯია შენთვის. მოკლედ როდესაც მაკდონალდში ამოხვალ, აქ გაიხსნა ესეთი ახალი ხიდი და ესე გადახვალ, შემდეგ აქ რო გადახვალ, წახვალ. აი გიც დაინახო, ნუ კიდე ერთ ხიდს და შედიხარ East Point-ის ახალი სივრცეში. ბავშვები ეხა ახალ სივრცეშია ესე დამეოდებიან ითამაშებენ ეხა მე წავალ და აურჩევ პატარ-პატარა საჩუქრებს East Point-ის ახალ სივრცეში საჩუქრის არჩევა მართლაც ჭკვიანური სვლა იყო. აქ ყველაფერი ახალია განსხვავებული. და რაც მთავარია ბავშვებისთვის თავშესაქცევი ადგილებით. მოკლედ ახლა გარშემო ხედავ ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიებს და შევალ და ავურჩევ ჩვენს ბავშვებს საჩუქრებს იმედია რომ კარგ საჩუქრებს ავურჩევ ფიქრობ რომ რაღაცა სიმბოლური საჩუქრები გავუკეთო და თან ცოტა მალე უნდა ავარჩიო იმიტომ რომ იქ არ ვიცი რა ამბავს დაიცევენ და სამ მშვიდად არიან მგონი ჯობს რომ ავარჩიო აი მოდი შევიდეთ პირველი ნეიმითში და დავათვალიერებ მოკლედ ახლა ავათვალიერებ და ბავშვებისთვის საერთოდ ყველაფერია მაგრამ მაინც მიჭირს გადაწყვეტილების მიღება იმიტომ რომ ზუსტად მიჭირს არჩენის გაკეთებათან მინდა რომ ყველას თითქმის ერთნაირები ვაჩუქო იმიტომ რომ გული არ დაწყდეთ ანჩოს მაღაზიაში ვუყიდე ერთნაირი შარფები გოგოებს
გოგოებს სხვადასხვა ძალიან ლამაზი. მართასაც ძალიან უყვარს შარფები და გოგოებსაც და შესაბამისად გავწყვიტე რომ სამი გოგოსთვის ერთნაირ საჩუქარი გამეკეთებინა და ეხლა მინდა რომ დაჩის ავურჩიო, კი არა და ვუპოვო Minecraft-ის ზედა სადმე, არ ვიცი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ძალიან უყვარს Minecraft-ი და მიდივარ ხარ რომ მოვუწებნო. მომაგნეს და გამომეკიდნენ. გადით იქით. წადით. ძალიან მალე მოვა. ერთი საჩუქარი დამრჩა მარტო. თქვენი აზრით დაჩის მოეწონება Minecraft-ის მაისური. გონია რომ კი, მაგრამ მოდი გადავამოწმოთ. დაჩის მინდა რომ ვიყიდო Minecraft-ის ზედა რა. არა აქვს. გავუხარდება? მაკოცეთ წადისა მოვა. ესეთი მაისური ვუპოვე დაჩის. ძალიან მიხარია ვუპოვე, იმიტომ რომ Minecraft-ის ფანია, ძალიან უყვარს და იმედია გავუხარდება, ვნახოთ. ნახეთ სად მეოდებიან, უკვე აღარ შეუძლიათ. ნახეთ 4-ვე როგორ დგას. მართა, სულად ხო ექცეოდი მართა? აბა დაჩი ვნახოს ჯერ თავისი. ხო თქვი Minecraft იქნება თქო. გაგიხარდა Minecraft-ი? თქვენ ერთნაირები გაქვთ. ლამაზია. მაგარია ხო? აიმე ჩვენი ბებია. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მთავარი ის არ არის რა ვიყიდე. მთავარი ის არის რომ ეს დღე დაამახსოვრდეთ. რა კაია, დამომწონს. საბედნიეროდ გვაქვს სივრცეები, რომელიც ტკბილ მოგონებებად ინახება 9 წლის გოგოების ბლოკნოტებში. მართა ამანდა მე თქვენ გეთანხმებით რომ ადამიანი თუ არ ცდის და არ წააგებს, ვერ მიაღწევს მიზანს. სცენაზე გასვლის წინ ნერვიულობა და შიში ნორმალურია. მეც მოსვლი აგეთი ამბავი რომ სცენაზე 100 ხალხის წინ შევსხვი, იმიტომ რომ ერთი ილეთი გამოტოვე, მაგრამ მე არ დავნებდი და მეორეჯერაც ვცადე. ამჯერად ყველაფერი გამომივიდა და თქვენ თუცით აუცილებლად გამოგივეთ. მე რამდენიმე YouTubers ვუყურებ, მაგრამ აქედან თქვენ განსაკუთრებულად მიყვარხართ. ზოგჯერ შეიძლება YouTube-ის ყურება მოსაწყენი იყოს, მაგრამ თქვენ როცა გიყურებთ, მთელი გული მევსება თქვენი სიყვარულით. ზოგჯერ ჩემი კლასელები მეუბნებიან, საყვარელი YouTuberi რომელიაო და მე ვეთქვი ორი ერთნაირი. ჩემი კლასიდან მხოლოდ გოგოებს მოსწონთ თქვენი არხი, მაგრამ ბიჭებს სულ ვეუბნები უყურეთ ორი ერთნაირს. მე იმდენად მიყვარხართ, რომ სულ 5% და ჩემი გული თქვენი სიყვარულით აივსება. მე შეიძლება არ მოხდე ტოპ კომენტარებში, მაგრამ ეს მე არ მატარდებს. მე მიხარია, რომ თქვენ YouTuberები ხართ და გიყურებთ. ძალიან მიყვარხართ. ძალიან დიდი მადლობა. ისიც საინტერესოა, რატომ არ გვიყურებენ ბიჭები. მოდით დააკომენტარეთ, როგორი ვიდეოები უნდა გადავიღოთ, რომ ბიჭებსაც მოვაწონოს ჩვენი ვიდეოები. სიმამაცე და სიყვარული ეს ორი სიტყვა ყველაფერს ამბობს ამ კომენტარის ავტორზე. მადლობა რომ ჩვენთან ხართ. მართლა წელსაც არ დაარღვია ტრადიცია და შუა ზამთარში აი რა მოითხოვა. ეხლა შენ მანანა ჩვენ გვიყიდო Lumiers's ნაყინი. ნაყინი? ნაყინს ვერ გიყიდით, იმიტომ რომ ცივა. კი, გვიყიდი. ყველაფერს ხო კი სამოვდღეს. აბა Lumiers's ნაყინი. და რო გაცივდეთ რა ვქნათ? ისეთია რომ არ გავწიდებით. და შენ არ გაცივდები? მე მეგონა რომ დღეს მაინც ნაყინს ვერ შეჭამდნენ, იმიტომ რომ რადგანაც ბევრი ჭამეს, მეგონა რომ ამისთვის აღარ დარჩებოდათ ადგილი კუჩი, თუმცა მაინც თხოვეს ნაყინი და უარი ვერ უთხარით. მოკლედ იმედია გადავრჩები დღეს რა. თქვენ ხშირად გწერთ რომ ჩარლი და შოკოლადის ქარხანა წაიკითხოთ ხო და ეს ადგილი მართლაც გავს შოკოლადის ქარხანას. ზუსტად ასეც წარმომიდგენია რეცეპტი: ვაფლი, შოკოლადი, ბანანი, მარწყვი და ტკბილი ნაყინი. ოპა! აიღეთ ერთ მართასაც. ოპა! იმედია არ გაცივდებით, თუ გაცივდებით ჩემ ბრალი არა. მე ვაჭამეთ. იქნება დატყვით და ასახეები გამოგიკეთეთ. ძალიან გემრიელია. კაია? ძალიან კაია ძალიან. ყველაზე გემრიელი ნაყინია? ერად გამისინჯია სოფლიოში 10-დან 10 10-დან? 10-დან? 10. მითხარით, ეხა პირველად რამდენი წლისები იყავით ნაყინი რომ შეჭამეთ? 1-4-ის 4-ის? მაქსიმუმ ერთ ჭამაზე რამდენი ნაყინი გიჭამიათ? და 3? მე 2 რავი 2? 2. გადაბმულად ოღონდ. წინაზის ისე დავიღალე ეს ჩელენჯი რომ გადავიღე, რომ აი ბოლო სახში რომ მივედი ადამიანს აღარ გავდი. მართა პირზე რა გჭირს ატრაქციონებზე წავიდეთ. მე მინდა ძალიან. კიდევ ერთი კი მეგობრებო ატრაქციონებზე მივდივართ. გახსოვთ პირველ ვიდეოში მართამ რა გააკეთა? ჩამოვალთ პანიკ. მართამ გაათიშინა იმდეს ყვირო და ახლა მართა ამბობს რაღაცას. მართა მოკლედ მე ამას დავუჯები და არ შემეშინდება და არ გავაჩერებინებ. პირობა დადეს გოგოებმა რომ ამ ატრაქციონის არ შეეშინდებათ და მოდით ნახოთ. მე მგონია რომ მართას მაინც შეეშინდება, მაგრამ თუ არ შეეშინდება, ესე იგი ერთ წელში მართლა გაიზარდა. თუ გეშინიათ აღიარეთ და ჩამოდით. არ არის სირცხული. გეშინია. თუ. არა შავსი ანანო არა თვალები და ხუჭა გოლები ხდება. არა თვალები და ხუჭა და ეგალი. დამშვიდით, არ გათხართ. წამება არის. წამება. ორო. საჩიშვია რა. ძალიან მაღლა
ხო რა საერთოდ არ გამიხელია თვალი საერთოდ ამ სათვალეს რო იკეთებ დიდი ეკრანია და ყველაფერი ხდება შეთთვის როგორც რეალური რა დავით შკლავ ყველას საშიშია? მე ვერ ვზდობ ხოლმე რა აი ღვედიც კი უნდა გადაიჭიროთ აშკარად ცოტა საშიშია არ შეგეშინდეთ თუ რამე მოიხსენით სათვალე რა საშიში ხარ ვიღაცებს შეეშინდებათ გეგონება აქ არიო ხო ვაიმე ანუ გეგონება ვარდებიო ვერ დაიგეთებია მოიხსნა გაწეჩენი მანანა არ მესრალოთ რა კაია არია მასონდი აი მე ნუ მესვი აი მე გადავადი აი მე დამიშინია მესვი ეს რა იხსნის და საშიშია ისე რა. ეხა არის ძაყაი შოქში არიან მეოთხეს და მეხუთეზე არიან ანანო და ნიტა ოპა ანანო ნიტა დაჩიმდა მართა მრაქნეს ძალიან მაინტერესებს მართა რატო გამაგიჯეთ ანანო და ნიტა მოგიგეს იცი დაჩი თუ თქვენი შვილი ეზოში ხშირად თამაშობს ომობანას ეს დღე არ დაავიწყდება ისე მეც მინდა ვიყო 10 წლის და დაბადების დღე მქონდეს აი აქ ხახო ისე დამღალეს რომ აღარ შემიძლია ეხა ბოლო კირაზეც უწყვი არის რომ ლაბირინთში შევიდნენ იმიტომ რომ ძალიან უნდათ ვაიმე და მეშინია რა ხდება მეშინია სათხა ვაი მე რას აკეთებთ ძალიან მაგარია ხალხო წამოდით ვაი მე რანაირად მოვიდე მანდ ჰუ დავიღალე ძალიან მაგარია რომ რამე შემოდით აი შესრელებელი მეძღება 1 2 3 ხალხო გავდივართ ან გამოდით ხო გვეუბნებიან უნდა წავიდეთ ხახო მომილოცეთ გადავრჩი მორჩა მე ყველაფერზე ვთქვი კი ჩემი აზრით შევასრულე რა ჩემი ყველა მოთხოვნა შენ რა სიტყვით რავი კაი იყო ძალიან და ძალიან დავიღალე კი ჩაწერ ამ დღეს როგორც მეორე ყველაზე მაგარი დღე კი ორივე მაგარი დღე იყო რა მოკლედ როგორი დღე იყო დაჩი კარგი და ოფლიანი კაი დღე იყო არა აი მე თქვენ აღარ წამოგიყვანთ მომავალ წელს აბა რა სიტყვით გავიზარდეთ კი ძალიან თუმცა ჯერ კიდევ ბავშვები ვართ ზოგი გულის სიღრმეში ზოგი მართლა თუმცა გაზრდა არის ის რომ შიშ თვალებში ჩახედო გაბედო და გჯეროდეს რომ შეუძლებელი არაფერია